Some people move on, but not us. Not us. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მივიღეთ Endgame-ის ფილმის ახალი სარეკლამო კლიპი, რომელმაც უამრავი განსხვავებული და ახლებური კადრი მოგცა, ასე რომ მოდი დღეს განვიხილოთ ეს პატარა, მაგრამ საკმაოდ ეპიკური ტიზერი. დავიწყოთ. თავიდან გვაჩვენებენ ყველა გმირს, ვინც უსასრულობის ომში თანოსის დეციმაციას შეეწირა. ჩანს პანტერა, ვანდა, დოქტორი, პიტერი და ასე შემდეგ. მომდევნო კადრში უკვე გვაჩვენებენ სავარაუდოდ შურისმაძიებლების ბაზას. პირველ სცენაში გვესმის როჯერსის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ ზოგი ნებდება და ბოროტობას უშინდება, მაგრამ ჩვენ არა. რაც რა თქმა უნდა იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევთ თანოსის მიერ ნამოქმედების გამოსწორება და სამყაროს ისომწყობ გალაფოჩი ჩასმა. მომდევნო სცენაში გამოჩნდა ნებულა და ტონი, ვხედავთ, რომ სტარკი კვლავ თავისით ცდილობს რაიმე გზა მოძებნოს და როგორმე თავი დააღწიოს კოსმოსში უსასრულოდ ხეტიალს. ამ ყველაფერში კი მას როგორც ვხედავთ ნებულა ეხმარება. რა თქმა უნდა ყველა ვარიანტიდან ეს ნამდვილად საუკეთესოა. იყო ვარაუდები, რომ ტონის გადაარჩენდა პეპერი, რომელიც Endgame-ში რკინის კოსტუმს ჩაიცვამდა. გარდა ამისა გამოითქვა მოსაზრება, რომ კაპიტანი მარველი, რომელიც დედამიწისკენ აიღებს გესს, მოულოდნელად წააწყდება ნებულას და სტარკს ხომალდით და მათ დედამიწაზე დააბრუნებს. თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე რეალური და ეპიკური თავად სტარკის მიერ შემუშავებული გეგმა იქნება. Endgame-ის პირველ ტრეილერში ვნახეთ, რომ სტარკი თითქოს დანებდა, შეეგუა ბედს, თუმცა არანაირად. ის კვლავ ცდილობს იპოვოს დედამიწაზე დასაბრუნებელი გზა, ასე რომ ნამდვილად დიდი ამბები გვეულდება. შემდეგ კადრში ვხედავთ, რომ როუდი, ბენერი, ნატაშა და სტივი რაღაცას ან ვიღაცის ჩამოსვლას უყურებენ დედამიწაზე. შეიძლება ის იყოს კაპიტანი მარველი, ან თუნდაც იყოს სტარკის და ნებულას ხომალდი. მარველის დირექტორი კევინ ფაიგისგან ვიცით, რომ Endgame-ის ტრეილერის კადრები მხოლოდ ფილმის პირველი 15 წუთიდან იყო ამოღებული, ასე რომ სტარკის დაბრუნება დედამიწაზე ფილმის დასაწყისშივე უნდა ვივარაუდოთ. რა თქმა უნდა, მთელი ფილმი კოსმოსში ხო არ იხეტიალებს. რაც შეეხება შემდეგ სცენას, ვნახეთ როკეტი, რომელსაც აწვია ზუსტად იდენტურად კომიქსებიდან კოპირებული სამოსი. ძმებმა რუსუებმა თქვეს, რომ Endgame-ის ფილმისთვის მეტი რამ გამოიყენეს კომიქსებიდან, ასე რომ შედეგი სახეზეა. ხოლო თავად როკეტი სად არის ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა უკანა ფონზე ხედავთ ზღვას და კლდეებს. საკმაოდ უცნაური და როგორც ჩანს ახალი ადგილია. ერთ კადრში ვიხილეთ ნატაშაც, რომლის ვიზუალით შეცვლილია. ის Endgame-ის პირველ ტრეილერში ვნახეთ, თუმცა საინტერესოა, რამდენი ხანია მოვლენებიდან გასული, რადგან როგორც ხედავთ, მას თმა გაზრდილი აქვს. ბოლო გამოჩენის შემდეგ Endgame-ის წინა ტრეილერში ვნახეთ, რომ ნატაშას კვლავ უსასრულობის ომის კოსტუმი აცვია და თმაც მოკლედ აქვს. აქ კი აღარ. შემდეგი კადრი კი ძალიან საინტერესოა. ჩვენ ხედავთ როუდს და სკოტს, რომლებიც უკვე შურისმაძიებლების ოფიციალურ ბაზაზე არიან. როგორც ჩანს, სკოტი ზუსტ დროში გადმოვიდა კვანტური რეალობიდან. ჩვენ Endgame-ის ტრეილერში ვნახეთ, რომ ის კამერების დახმარებით ატყობინებს ნატაშას და სტივს დაბრუნებას, თუმცა ამჯერად უკვე ფორმით ვხედავთ და ვრწმუნდებით იმაში, რომ სკოტი კვანტური სამყაროდან დაბრუნდა, ახალი იდეებით და გეგმებით, რომელიც შურისმაძიებლებს ახალ ნამდვილად სჭირდებათ. რაც შეეხება მომდევნო სცენას, ხედავთ თორის ორ კადრს. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ვარაუდები მაქვს. პირველი კადრში, როგორც ხედავთ, თორის სახეზე წითელი ცეცხლის მაგვარი სინათლე შეიმჩნევა. ერთ-ერთი თეორიით, თორი Endgame-ის ფილმში იმოგზაურებს როგორც ვალჰალაში, ისევე ჩავა ჰელში, თავის დასთან გარიგების დასადებად. შეიძლება თუ არა ეს კადრები სწორედ ამ სცენიდან იყოს ამოღებული. არ ვიცი, დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით. რაც შეეხება შემდეგ სცენას, ხედავთ კვლავ თორს, რომელსაც ხელში მისი ახალი იარაღი მეხის მტეხელი უჭირავს. შეიძლება ის ამჟამად არის ვაკანდაში, ან სულაც ჩასულია თანოსის მშობლიურ პლანეტა ტიტანზე და ეძებს მას, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს ადგილი არის ვაკანდა. სცენა გრძელდება იქიდან, სადაც დასრულდა უსასრულობის ომში. რაც შეეხება ქორის თვალს, ვნახეთ მისი ერთი კადრი, თუმცა საქმე იმაშია, რომ ამ კადრში კლინტ ბარტონი არ არის ჯერ რონინად გარდაქმნილი. Endgame-ის ტრეილერში ვნახეთ ბარტონის ცვლილება, ის ახალ გმირ რონინად გარდაიქმნა, თუმცა როგორც ჩანს, ეს კადრი გაცილებით ადრინდელ სცენიდან არის ამოღებული, მანამდე სანამ კლინტი რონინი გახდებოდა. მომდევნო კადრში კი ვხედავთ ფარს, კაპიტანი ამერიკა სტივ როჯერსის ხელზე. ბევრი ირწმუნებოდა, რომ ეს იყო ქორის თვალის ხელი, რომელიც სტივის სიკვდილის შემდეგ აიღებდა მის ფარს, თუმცა არა. თუ დააკვირდებით ხელთათმანებსაც დაინახავთ, რომ ეს ნამდვილად სტივია, რაც ძალიან მაგარია, როგორც ჩანს, მან უკვე დაიბრუნა თავისი ფარი. ლოგიკურად მას ეს იარაღი სტარკმა უნდა გადასცეს, რადგან მას აქვს შენახული სამოქალაქო ომის მოვლენების შემდეგ. სტარკის და სტივის შერიგების სცენა ცალკე უდიდესი და ძალიან ემოციური მოვლენა იქნება, თუმცა უკვე ვიცით, რომ Endgame-ის ფილმს ემოციური სცენების ნაკლებობა ნამდვილად არ ექნება. რაც შეეხება ბოლო კადრს, ხედავთ, რომ დარჩენილი გმირები მიაბიჯებენ შურისმაძიებლების ბაზაზე. აქ არიან ბენერი, როუდი, სტივი, როკეტი, ნატაშა, სკოტი და თორი. თუმცა ჯერჯერობით ვერ ხედავთ კაპიტან მარველს და ბარტონს. როგორც ჩანს, ეს კადრიც ფილმის პირველი 15 წუთიდან არის ამოღებული.
მოკლედ, სულ ეს იყო მეგობრებო დღეისთვის. თუ მოხდა ისე რომ დაიდო ახალი პოსტერებით, ამას უკვე community-ში დავპოსტავ ისე რომ ყურადღებით იყავით. დღეისათვის კი სულ ეს იყო. ჩვენ შევხვდებით მომავალ ვიდეოში. დროებით. This is gonna work, Steve. I know it is. Because I don't know what I'm gonna do if it doesn't.